სახელითა მამისად და ძისად და სულისა წმინდისად. სულიერ ცხოვრებას თავისი საფეხურები აქვს და ამ საფეხურების გამოტოვება, ჩავარდნა, უგულებელს ყოფა არაფრით არ შეიძლება. ზოგადად უნდა ვიცოდეთ, რომ როცა ჩვენ გვწამს იესო ქრისტე, ეს არის მისტიკა, საიდუმლოება. მაგრამ სამწუხაროდ ღმერთის ეს ფაქიზი შეხება, რომ იესო ქრისტე ღმერთი არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ჩვენ მყარად ვიდგეთ ეკლესიაში, როგორც ნამდვილად სასუფეველის მოქალაქენი. და ის საფეხურები, რომელიც მე ვახსენე, აუცილებლად გასავლელია, იმიტომ რომ თუ იმას არ გავივლით, სარწმუნოებრივი ცხოვრება და ეკლესიაში სასუფეველის მოქალაქეობის წინასახია და ფაქტობრივად სასუფეველის მოქალაქეობაა ეს, რაც აქ ხდება და აქ იწყება. იგი გარკვეულ ძალაუფლებას გვანიჭებს, გარკვეულ სოფხედელობით გვამყარებს, შესაბამისად იმედს გვაძლევს და შესაბამისად ეს ძალაუფლება შეიძლება ძალიან საზიანო აღმოჩნდეს იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ დავინახავთ, რომ ის საფეხურები, რაც გასავლელი არის, უბრალოდ გამოტოვილი. მაგალითად იმისათვის, რომ სულიერ ცხოვრებაში მყარად ვიდგეთ, ადამიანს ჩვენ ვიცით, აქვს ზნეობრივი კანონის განცდის და აღქმის უნარი საკუთარ თავში. ჩვენ ვხვდებით ბუნებითად ვიცით ეს. ამას ბევრი წმინდა მამა წერს, მათ შორის ისააკ ასური წერს. ბუნებითად ხვდებით ჩვენ, რომ რა არის კეთილი და რა არის ბოროტი. ამას ბევრი ფილოსოფია არ ჭირდება. ადამიანმა უნდა მართლა ძალით დაიბრმავოს თავი და სინდისი ამოშანთოს თავის არსებიდან, რომ ესე იგი მიხვდე, რომ ვერ გაარჩიოს კეთილი ბოროტისგან. თუმცა სამწუხაროდ ასეც ხდება, ჩვენ ვერ შორს წასვლა არ გვჭირდება, ჩვენს ახლო გარემოცვაშიც ვხედავთ უამრავ ასეთ ადამიანს და ხშირად საკუთარი თავშიც ვხედავთ ამ ხარვეს, რომ ვერ გაგვირჩევია რა არის სწორი და რა არ არის სწორი. ჩვენ სამწუხაროდ ეს მაგალითები გამოცდილება საკუთარ თავზეც უნდა გქონდეთ. ხოლო თუ ადამიანი თანმიმდევრულია კეთილისა და ბოროტის გარჩევაში, სინდისიერად ოღონდ. არა ისე სათავისოდ, ეხლა მე მშია და კეთილია ის, რომ მე საჭმელი შევჭამე. ეგ არის კეთილი, სხვა არაფერი სიკეთე არ არსებობს. გესმით, თუ ასე მარტივად, ასე ლუარსაბ თათქარიძესეულად არ ფიქრობს ადამიანი, არამედ სინდისიერად ადამიანური ღირსების შესაბამისად ცდილობს კეთილისა და ბოროტების გარჩევას, მაშინ დიახაც ადამიანი აუცილებლად ნელ-ნელა მივა იმის შეგრძნება, იმის შემეცნებამდე, ნუ გული გაუხდება ისეთი და მე ღმერთი რა თქმა უნდა ასეთ ადამიანს ეხმარება და მისტიკურათაც მის გულს შეეხება, რომ ღმერთი არის, იგი ცოცხალია და იგი მოვიდა ადამიანად ჩვენს გადასარჩენად. გესმით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვესმოდეს. ანუ ეს ამ საფეხურის გამოტოვება ნიშნავს, რომ ადამიანი რელიგიური რომც იყოს და რელიგიურ ზნობებს იკმაყოფილებდეს ეკლესიაში და ამ კულტურის ნაწილიდან გამომდინარე საქართველოს კულტურა რო ქვია, ამბობდეს კი ბატონო ქრისტე ღმერთია, რეალურად ის ქრისტიანი არასოდეს არ იქნება, იმიტომ რომ ეს მნიშვნელოვანი საფეხურია გამოტოვილი კეთილისა და ბოროტის გარჩევის, ანუ სინდისიერად ცხოვრების ყოფიერების ანალიზისა. და ამიტომაც ჩვენ შეიძლება თეორიულად მაინც ხო ვიცით ეს თუ არავინ რომ არ განვიკითხოთ, რომ ეკლესიის წევრია, შეიძლება სასულიერო პირის იყოს, მაგრამ ისეთ რამეს ჩადის, ამას ურწმუნოც არ ჩაიდენდაო და რატო აკეთებს ამას ეს ადამიანი? იმიტომ რომ ეს საფეხური მას გამოტოვილი აქვს. როცა ადამიანს ეს საფეხური გამოტოვილი აქვს და როცა ეს საფეხური გავლილი აქვს და ღმერთი მის გულს ეხება, მასში რწმენა სხვანაირად შემოდის, ჭეშმარიტად, ნამდვილად და პირველი რაც მას უჩდება ეს არის შიში ღვთისა, დასაბამი სიბრძნისა. შეუძლებელია ადამიანმა გაიაზროს, რომ გალაქტიკების შემოქმედის წინ დგას გაშიშვლებული სულით, პასუხისგებლობით აღსილნი, ამე თუ მას შვილობის ხელმწიფებას ანიჭებს ღვთის განკაცება, პასუხისგებლობით დატვირთული და შიში არ გქონდეს, იმიტომ რომ გესმით, რამხელა თანამდებობა მოგვანიჭა ჩვენ ღმერთმა ღვთისშვილობისა და რა თქმა უნდა პასუხისგებლობა შესაბამისი იქნება, ამიტომ ადამიანში ჩნდება ღვთის შიში. ეხლა წარმოიდგინეთ, როდესაც ეს საფეხურები გამოტოვილია და ადამიანს ჯერ ისიც ვერ გაუკეთებია, რომ კეთილი ბოროტისგან გაარჩიოს ჭეშმარიტად და თავის ეგოიზმზე არ მოირგოს სამყარო, თავის ეგოიზმზე არ მოირგოს ზნეობრივი კანონი, თავის ეგოიზმზე არ მოირგოს სოციუმში მისი მყოფობა, თავის ეგოიზმზე არ მოირგოს სახარებისეული წესები და კანონები ეკლესიაში, ესეც შესაძლებელია.
გესმით რა საშინელება შეიძლება დაემართოს ადამიანს და თუ ადამიანს ეს საფეხური არ აქვს გავლილი და თავის ეგოიზმზე ირგებს ყველაფერს რა თქმა უნდა ბუნებრივია მას არ მიეცემა პირველი საფეხური მადლის მიერ რწმენისა შიში ღვთისა ეს არის რეალური განცდა ღმერთისა კიდევ ერთხელ ვიმეორებ ღმერთი ისეთი დიადია აი ვინც ახლა მაგალითად საქართველოს სამხედრო გზისკენ თუ წასულა და დიად მთებს რო ნახავს ის დიადი მთებიც კი მოქმედებს შენზე იმხელა დიდია ვარსკვლავიან სასროს შეხედავ რაღაცნაირად მოქმედებს შენზე სიდიადის გამო ზღვას ოკეანესო გახედავ ამ თავის სიდიადის გამო ესეც მოქმედებს მიუხედავად ის რომ ეს მკვდარია ცოცხალი არ არის და ცოცხალი ღმერთის განცდა რომ მოდის რა თქმა უნდა პირველი შემოდის შიში ღვთისა ოღონდ ეს შიში არის არა დამდგუნველი არამედ სიდიადიდან გამომდინარე გესმით და როცა აი ადამიანს ეს საფეხურები გავლილი არ აქვს და მას შორის შიში ღვთის არის ის რა არის და ღმერთის არ ეშინია მერე იწყება კატასტროფა თუ ეს ადამიანი გახდა რელიგიური და კატასტროფა მრავალი წელია საკურთხეველში შევდივარ სხვათა შორის ტიქაროსნებსაც ეხებათ ეს მე დავითნებსაც თქვენს გეხებათ ეს რომლებიც დადიხარ წირვაზე და ბაგებს ხსნით და სიწმინდე შემოდის თქვენში და როცა გესმით სიტყვები წირვის დასაწყისისას კურთხეულარს მეუფება მამისა და ძისა და წმინდისა სულისა ან როდესაც თქვენ შემოდიხართ ღვთის სამეფოში ყველას გვეხება რა თქმა უნდა განსაკუთრებულად იმათ ვინც საკურთხეველში შემოდის და იცით პირველი რასაც ვაფრთხილებენ გამოცდილი მამები და მე ჩვენს ახალგაზრდებს ვაფრთხილებთ არასოდეს შეეგუო საკურთხეველს არასოდეს არ გახდეს ის ჩვეულებრივი ადგილი არასოდეს არ შეეგუო წმინდა ტრაპეზს არასოდეს არ შეეგუოთ წმინდა ზიარებას არასოდეს არ შეეგუოთ ლოცვას აღმოთქმულს თქვენი ბაგეებიდან არასოდეს არ შეეგუოთ სიტყვას აღმოთქმულს მამაო ჩვენო რამე თუ გაიაზრეთ ვის ელაპარაკები და ვის წინაშე დგახართ როგორც კი ეს შიში დაიკარგება როგორც კი ეს ჩვეულებრივი რუტინად იქცება როდესაც შეეჩვევით და უკაცრავად შევეჩვევით და გავთავხედდებით ღვთის წინაშე ნეტა საერთოდ არ მოსულიყავით მაშინ ეკლესიაში აი ამ კუთხით აბა შეხედეთ ახლა სიტყვებს რომელსაც მე თქვენ წაგიკითხავთ მათესახარებიდან მოსეს ტახტზე დაჯდნენ მწიგნობარნი და ფარისევენი ხვდებით რასთან არის ახლა მოსე როგორი ღვთის მოშიშია ხო მოსე ვისაც ცხოვრება წაკითხული გაქვს და მე მოსეს მემკვიდრეები ძველი აღთქმის მღვდელთავარნი და თუ გავაგზელებთ ჩვენც ესე ვართ ჩვენ ხო მემკვიდრეები ვართ რა თქმა უნდა ეს მემკვიდრეობა სხვანაირად შეიცვალა არა მოსეს და აარონის არამედ ახალი ადამის ქრისტესი მაგრამ ხო ვართ კი ბატონო ვიყოთ ახალი აღთქმის მემკვიდრეები მოციქულთა მემკვიდრეები ხო ვართ ძიმეთ ვერც კრავენ ძნელად სატვირთელს ხალხს ხრებზე ადებენ თვითონ კი თითის განზრევაც არ სურთ წახმარებაც მათ დასაძრავად მოსეს ტახტზე ამ შემთხვევაში თუ განვაზოგავდებთ მოციქულთა საყდარზე ჯდომა ნახეთ რამხელა ძალაუფლება გვაქვს მაგრამ ეს ძალაუფლება თუ გამოტოვებულია ჩვენში აი ის რაც მე ვთქვი რომ სიკეთისა და ბოროტების გარჩევის უნარი და ამის შემდგომად შიში ღვთისა თუ ეს გამოტოვებული მაქვს ჩემს პირად სულიერ ცხოვრებაში ეს ძალაუფლება ჩემთვის მომაკვდინებელი აღმოჩნდება არა თუ ეს ძალაუფლება არამედ სიტყვა მამაც და აღარ ვლაპარაკობ წინამძღვარით ესეც კი ჩემი არ არის იქნება ვიღაცას გონია რომ მამას რომ მეძახიან თქვა მე მგონია რომ მე გესმით ეს მამობა რომელსაც უფალი გვაფრთხილებს რომ არავინ არ არის მამა გარდა ზეციური მამისა და ჩვენ ყველანი ძმები ვარ და არავინ არ არის წინამძღვარ გარდა ზეციური მამის ანუ ქრისტესი ეს სიტყვები იმდენად არის მნიშვნელოვანი რამდენადაც ის რაც გვაქვს იმიტომ რომ იგივე წმინდა წერილი წინამძღვარსაც ახსენებს და მამასაც ახსენებს ოღონდ იმ კონტექსტში როგორი კონტექსტისაც თქვენ იცნობთ რომ მღვდელს მამას უწოდებთ წინამძღვარს უწოდებთ ეპისკოპოს მეუფეს უწოდებთ ეს უძველესი ტრადიცია და ისევ წმინდა წერილიდან მოდის სხვა ადგილებიდან თუ წმინდა წერილი კარგად იცით ნახავთ მაგრამ მეორე მხრივ თუ ადამიანს ღვთის შიში არ აქვს ხორციელი მამობაც კი მავნებელი იქნება იმიტომ რომ შენ რო შვილი ყავს შენ რო დედა ხარ შენ რო მამა ხარ ეს რამხელა წყალობაა ღვთისა რამხელა ნიჭია და რამხელა პასუხისგებლობა რომ ღმერთმა აიღო ეს პატარა სამყარო ახალი შემოყვანილი აქა და ჩაგაბარა და გეუნება აჰა აღზარდე და აჰა გაზარდე მაგრამ სად ხდება ესე? სად ხდება? ჩვენ ხო ვიცით
კატასტროფული სიტუაცია, რას უშვებიან საკუთარ შვილებს მშობლები, რომელმაც ვერ გაიაზრეს, რომ ეს მამობა, ეს წმინდა წერილი სიტყვებს გეუბნებით, ნებისმიერი მამობა, რაც არსებობს ამ სამყაროში, ხორციელი იქნება თუ სულიერი, ნებისმიერი მამობა იმ თავარი მამობიდან იღებს საფუძველს და თუ შესაბამისი პასუხისგებლობით არ მიიღებს ამას ადამიანი, აი ოქროპირი ამბობს, მშობლები, რომლებაც შვილების სულიერ აღზრდას ხელი არ შეუწყეს და შვილები სულიერად არ აღზარდეს, როცა გარდაიცვლებიან ესეთი მშობლები, ღვთის წინაშე წარსდგებიან როგორც შვილის მკვლელები. ეს არის წმინდა იოანე ოქროპირის სიტყვები. გესმით? და ეს ხოლო თქვენ შორის უდიდესი თქვენი მსახური იყოს, მე აგზელებს, რადგან ვინც აღიმაღლოს თავის თავი იგი დამდაბლდება და ვინც დაიმდაბლებს თავს იგი ამაღლდება, აქ მეანიშნებს, რომ ღვთის შიშის ნაყოფი არის თავდაბლობა, გესმის, ქრისტეს და არის სათნოება, რომლის გარეშეც ქრისტიანობა არ არსებობს, მხოლოდ და მხოლოდ ღვთის შიშის ნაყოფია ის, თუ ღვთის შიში არ აქვს, რომელ თავდაბლობაზე შეიძლება ლაპარაკი, როდესაც ღმერთისაც რომ არ გეშინია და უგზალველად ვიქცევი. ხო გესმით, ვინ უნდა შემაშინოს? რა უნდა შემაშინოს? ნუ ახლა სიკვდილის ალბათ შემეშინდება, სხვა არაფრის. ავტორიტეტი აღარ არსებობს. გესმით, ღვთის შიში არ არის ავტორიტეტი ადამიანისათვის. ყველა ლიბერალზე უარესია ასეთი ადამიანი. მე პავლე მოციქული ამბობს ეს კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში, რომ როგორ უნდა დაგვინახოს კაცმა, როგორ უნდა შეგვრაცხოს, როცა ქრისტეს მსახურები ვართ, როგორც ღვთის საიდუმლო მნენი, ან ღვთის მსახურნი, ოღონ რომელიც საკრალურად მსახურებენ ღმერთს. ღვთის საიდუმლოთა მსახური ნიშნავს ღმერთს საკრალურად, ფაქიზად, შიშით, დიდი ერთგულებით, თავგანწირვით, მოწამეობრივი სულისკვეთებით მსახურებს და თავათაც ემსგავსება იმას, ვისაც მსახურებს, ანუ იესო ქრისტეს. ხო და ჩვენგანო, აი თუ მნეები ვართ, ან თუ მსახური ვართ, რას მოითხოვენო მნეთაგანო, რომ თითოეული მათგანი სანდო იყოს, რა თქმა უნდა, როცა ადამიანი ქრისტეს გავს, ენდობი, აბა რა თქმა უნდა ენდობი, თუ ეშმაკეული, შეპყრობილი არ ახარ, როგორც დღეს სამწუხაროდ ხდება, აი სამყაროში ჩვენ ვხედავთ, ხო, ესე დღეს რო გახვიდე გარე და ქრისტე ღმერთია, აი ეს რო გულმხურვალებით ილაპარაკო, ვიღაცა გესვრის და მოკლავს, მხოლოდ იმიტომ, რომ ამ სიტყვას ამბობ. და მე აღმოჩნდება უამრავი ადამიანი, რომელიც იმ კოლეს ტალში დაუკრავს, მათ შორის საქართველოშიც. გონიერება ვიქონიოთ. შეგვეძლოს გარჩევა კეთილისა და ბოროტისა. ვერ ვარჩევ დღეს საქართველოში ადამიანების სიკეთე სად არის და ბოროტება სად არის. კაცი მოკლეს იმისათვის, რომ ღირებულებებს და ქრისტეს ქადაგებდა და როგორც კი მოკლეს უამრავ ადამიანს მათ შორის საქართველოში გაუხარდა რა საშინელებაა ეს. ქართველი კაცი ხო ეგეთი არასოდეს არ ყოფილა. ქართველ კაცს ხო მტერიც კი უყვარდა, როცა ის განიარაღებული იყო. გესმით? ეს ხო აი ეს რაც ტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია, ეს ხო ჩვენი სისხლის და კულტურის ნაწილია. ვეფხვი და მოყმე, ხო ხალხმა აღმოთქვა და არა ვიღაცა კონკრეტულმა პოეტმა და დღეს რა დაგვემართა. როგორ შეიძლება მტერიც კი რომ მოკლან, გიხაროდეს და როგორ შეიძლება ახალგაზრდა პატარა ბავშვების თვალწინ მოკლული ადამიანის სიკვდილი გიხაროდეს და ეს გამოხატო. აქედან ერთი ნაბიჯია ანტიქრისტეს გამეფებამდე. ესმით ერთი ნაბიჯი და ჩვენ შეიძლება ყველა მოვესწროთ ამას, იმიტომ რომ ისი ახლოს არის, აი ამ მდგომარეობის გამო ანტიქრისტეს სული ხშინავს, უკვე მისი ოხშივარის სურნელება გასთელ სამყაროში შეიძლება ასე ითქვას. სანდო უნდა ვიყოთ, სანდო და მეორე მხრივ თხილად ვიყოთ. თავდაბალი არ განჟის, ამიტომ გვეუბნება რომ ნუ განჟით უდროთ, ვიდრე არ მოვა უფალი, აი ეს ღვარძლისა და იფქლის იგავი. აი შეიძლება მომეჩვენოს რომ ეს ღვარძლია, მაგრამ უფალი მეუბნება არ მოიღო. აცალე, ბოლომდე დაიტვირთოს ყველა თავისი პასუხისგებლობით და საბოლოო ჯამში მე გამჟი და მე გავარჩევ რა და როგორ იქნება. და მოვა უფალი, რომელიც ნათელს მოფენს, ბნელში დაფაროს და გაამჟღავნებს გულის ზრახვებს, რაც არ უნდა გონიერება და სიბრძნე მქონდეს, გულში ბოლომდე რა ხდება, აი ჯვარცმული ავაზაკი რა, როცა არ უნდა გენახა ნაზირალა იყო, დაცხონდა და აი როცა მოვა უფალი და ყველა გულის ზრახვას გაამჟღავნებს, თითოეულს მიეგება ღვთის მიერ, ვიღაცას ქება და ვიღაცას მარადიული წარსაწმედელი. და აი კიდევ ერთხელ პავლე მოციქული გვეუბნება, რომ აი ეს ჩვენი თავდაბლობა და ღვთის შიში რომ განამტკიცოს და განაძლიეროს, მახსენებს და მუდამ უნდა ვახსენოს საკუთარ თავს იმ სიტყვებით, რომელსაც პავლე მოციქული ამბობს და რომელიც სიტყვებით თქვენ იცით, რომ სულ რა გვახსოვდეს სულ
პავლე მოციქულის სიტყვები, რა გაქვს ისეთი, რაც არ მიგიღია, ხოლო თუ მიიღე, რახას იქადი, თითქოს არ მიგეღოს, ვისგან, ღვთისგან. ასე რომ ვეცადოთ, რომ ჩვენი სულიერი ცხოვრება იყოს თანმიმდევრული და თუ რაიმე გამოტოვებული გვაქვს ჩვენ სულიერ ცხოვრებაში, ჩავატაროთ რევიზია, გავიაზროთ. აბა რატო ხდება ადამიანის გულგრილობა რომ ემართება სარწმუნოებელ ცხოვრებაში და მერე მიდის და არხენად აღარც ეზიარება, როცა არჩევანი აქვს, თქვათ, ცოდვა თუ ზიარება და ასე შემდეგ, როცა ირჩევს ცოდვას, როცა ეკლესიას ტოვებს თვეობით, მერე მოდის. რა ხდება? რა ხდება და ეს საფეხურები მას კეთილისა და ბოროტების გარჩევის ერთი და ღვთის შიშის გამოტოვებული აქვს, ამიტომ მისი რელიგიურობა მკვდარია, ამიტომ მან უნდა ჩაუტაროს საკუთარ თავს რევიზია, როგორც წმინდა სვიმონ ახალი ღვთისმეტყველი ამბობს და დაინახოს, რომ რაღაც საშინელება ჭირს და რაღაცები უნდა შეცვალოს, როგორც ცოცხალი პიროვნება, თვითუფლებრივი, გონიერი, მოაზროვნე, ჰიპოსტასური პიროვნული არსება ჩაერიოს თავისი დაცემული ბუნების მავნე ქმედებებში. და ალაგმოს ეს უკეთური ნება. აიყვანოს საკუთარი თავი ხელში და მერე ღმერთი დაეხმარება. ეს თუ არ გააკეთა, მისი რელიგიურობა, მისი ყველაფერი, მისი დაბადება, მისი ამ ქვეყნიური სიკეთეები, ყველაფერი წყალს გატანებული აღმოჩნდება და აღმოჩნდება, რომ ნეტა საერთოდ არ დაბადებული იყო ეს კაცი. მაგრამ ღმერთმა დაგვიფაროს ყველა ამ საშინელი ხვედრისაგან და შევეხიდოთ უფალს, თანამუშაკი ვიყოთ ჩვენი საკუთარი თავის გადარჩენაში. ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს და სიყვარული ღვთისა და მამის და ზიარება სულისა წმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.